ღაზის სექტორში ისტორიული შეთანხმების პუნქტების შეფერხებით სრულდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამშვიდობო გეგმის ხელმოწერის შემდეგ არაბულ ანკლავში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ისრაელის ჯარის სექტორიდან ჯერ სრულად არ გასულა. ისრაელი ჰამასისგან დაღუპული მძევლების ცხედრების გადაცემას ითხოვს. 28-დან ჯერ მხოლოდ 8 ცხედარია გადაცემული. დღეს ღამით ისრაელს სავარაუდოდ კიდევ 5 მძევლის ცხედარს გადაცემენ. ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების არასაკმარის რაოდენობაზეც საუბრობენ ანკლავში ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარების 200-ზე ნაკლები სატვირთო მანქანა შედის. დონალდ ტრამპი 4 ქვეყნის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრულად დაცვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზის სექტორში ვითარების მკვეთრ გართულებას ელოდება. ღაზაში ზავის ამოქმედების შემდეგ გათავისუფლებული ადამიანები ოჯახებს უბრუნდებიან. ერთ-ერთი მათგანია პალესტინელი ფოტოჟურნალისტი შადი აბუ-სიდო, რომელიც ღაზაში დაბრუნდა 20 თვიანი პატიმრობის შემდეგ. როგორც თავად ამტკიცებს, პატიმრობის დროს მას სრულ ინფორმაცია მიაწოდეს, რომ მისი მთელი ოჯახი მოკლეს. ღაზის მცხოვრები პატიმრობაში არსებულ რთულ პირობებზე საუბრობს. შიშველი შემკრეს და ცემა დამიწყეს. ნეკნები მაქვს მოტეხილი. არასწორად მიმკურნალეს. ეს იყო პირველი სახის წამება, რაც მათ ჩემზე განახორციელეს. ზამთრის შუაგულში 10 საათზე მეთხანს შიშველი მამყოფეს. ეს ქალაქი ხან იუნისია ღაზის სექტორში. ღაზის უზარმაზარი ტერიტორიები გაუდაბურდა ისრაელის მიერ 2 წლიანი დაბომბვის შედეგად. საომარი მოქმედებების დროს დიდი ნგრევა განიცადა ქალაქმა ღაზამაც, სადაც ყატართან თანამშრომლობით დაიწყო ოპერაცია ნანგრევების გასაწმენდად და ისრაელის ძალების მიერ დაბომბილი ქუჩების გასახსნელად. ყოფილ საბრძოლო ზონებში ათასობით ადამიანი საცხოვრებელს უბრუნდება, თუმცა ტერიტორიის დიდ ნაწილში საცხოვრებელი პირობები არ არსებობს. არც სამსახურია, არც საჭმელი, არც სასმელი, არც საცხოვრებელი და ახლა ზამთარი მოდის. გეფიცებით საბნები არ გვაქვს, არაფერი მაქვს, საერთოდ არაფერი. წამოვედი და ჩემი სახლი დაინგრა. ისევ იმავე მდგომარეობაში ვარ და ახლა ვიტანჯებით. სად უნდა ვიცხოვროთ? საზავო შეთანხმება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლასაც ითვალისწინებს. ვითარება ამ კუთხით გართულდა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში სატვირთო მანქანების შესვლის უფლებას მხოლოდ შეთანხმებული რაოდენობის ნახევარს მისცემს. ამასთანავე ეგვიპტის საზღვართან რაფაჰის გადასასვლელის გახსნა გადაიდო, რის მიზეზადაც ისრაელი დაღუპული ტყვეების ნელ გადაცემას ასახელებს. ღაზაში ჯერ კიდევ 20-მდე ცხედარია. საზავო პირობებს ართულებს ისრაელის ბრალდებაც, რომ ჰამასის მიერ გადაცემული ბოლო 4 ცხედრიდან 1 მძევალს არ ეკუთვნის. ჩვენ ნათლად ვამბობთ, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ვალდებულია შეასრულოს შუამავლების წინაშე აღებული ვალდებულებები და დააბრუნოს ჩვენი ყველა მძევალი ამ შეთანხმების განხორციელების ფარგლებში. ჩვენ ამ საკითხზე კომპრომისზე არ წავალთ და ძალას არ დავიშურებთ, სანამ ჩვენი დაღუპული მძევლები არ დაბრუნდებიან. ყველა მათგანი. ჰამასი დათანხმდა პირველი ფაზის განმავლობაში ჩვენი 48 მძევლის გათავისუფლებას და ეს კონკრეტული დადასტურება პრეზიდენტ ტრამპსაც მისცა და ჩვენ ველით, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ამ შეთანხმებას თავის მხრივ შეასრულებს. ისრაელმა 2 წლიანი ტყვეობის შემდეგ მძევლების ოჯახებთან შეერთების ახალი კადრები გამოაქვეყნა. ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ფაზაში არიან და მეორე ფაზა მხოლოდ ყველა დაღუპული მძევლის ცხედრის გადაცემის შემდეგ დაიწყება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ისრაელს და ჰამას შორის შეთანხმების შემდეგი ეტაპი მშვიდობიანი იქნება და თუ ჰამასი არ განიარაღდება, არაბულ ანკლავში ჯოჯოხეთი დაიწყება. ჩვენ შევთანხმდით, რომ მშვიდობა შანსი მივცეთ. 20 პუნქტიანი გეგმის პირობები ძალიან ნათელია. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მძევლებს ჩვენი სამხედროების გამოყვანის გარეშე გავათავისუფლებთ. არამედ შემდგომში გვექნება როგორც მილიტარიზაცია, ასევე განიარაღება. ეს ერთი და იგივე არ არის. პირველ რიგში ჰამასმა იარაღი უნდა დადოს და მეორეც უნდა დავწმუნდეთ, რომ ღაზაში იარაღის ქარხნები არ არის. ღაზაში იარაღის კონტრაბანდა არ ხდება. ეს დემილიტარიზაციაა. საზავო შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ჰამას ისრაელს ცოცხლად გადარჩენილი 20 მძევალი და დაღუპული მძევლების 8 ცხედარი გადასცა. საპასუხოდ ისრაელმა წითელი ჯვრის მეშვეობით ღაზას 90 პალესტინელის ცხედარი გადასცა. მეორე ფაზაზე გადასასვლელად შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ეგვიპტეში მიმდინარეობს. შეთანხმების წარმატებით განხორციელებას იმედოვნებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზა დაიწყო. ტრამპი ჰამასს კვლავ ემუქრება.
ისინი განიარაღებას აპირებენ და რადგან თქვენს განიარაღდებიან და თუ არ განიარაღდებიან, ჩვენ განვაიარაღებთ მათ. არ მჭირდება ამის ახსნა თქვენთვის, მაგრამ თუ ისინი არ განიარაღდებიან, ჩვენ განვაიარაღებთ. იციან რომ თამაშს არ ვთამაშობ. ახლა კი ჩვენ მონუმენტური რამ გავაკეთეთ. მძევლები დავიბრუნეთ. ეს იყო პირველი რაც უნდა გაგვეკეთებინა. განიარაღებამდე ჰამას ღაზის სექტორში ვითარება დაეძება ადგილობრივ კლანებთან და შეიარაღებულ ჯგუფებთან, რასაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ მიხავთ ჰამასის მებრძოლებს 7 მამაკაცი ქალაქ ღაზაში ხალხის წრეში, აიძულებენ მათ მუხლებზე დადგომას და უკნიდან ესვრიან. სავარაუდო კოლაბორაციონისტების მკვლელობები სხვადასხვა დაჯგუფების, მათ შორის ჰამასის წევრებმა განახორციელეს. ხალხმა დიდი სიხარულით მიიღო ჩვენი განლაგება ქალაქში და მოვიდა ჩვენთან მისასალმებლად და გვითხრა, რომ მათ გვერდით დამდგარიყავით და წინ აღდგომოდით იმ ქურდებს, რომლებიც მრავლდებიან. ისრაელის ძალები ღაზის სექტორის დიდ ნაწილში კვლავ რჩებიან გამაგრებული, მას შემდეგაც კი რაც მათ ნაწილობრივ უკან დაიხიეს მცირე ტერიტორიიდან. ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მომავალი ტრამპის პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.